საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. ივლისის პირველ ნახევარში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები ასახავს მოსახლეობის დამოკიდებულებას პოლიტიკური პროცესების მიმართ, მათ განწყობას არჩევნების წინ და აგრეთვე პოლიტიკოსთა რეიტინგებს. დოკუმენტის თანახმად, პოლიტიკურ ლიდერებს შორის საქართველოს პრეზიდენტი დიდი პოპულარობით სარგებლობს. გამოკითხულთა 73% მის საქმიანობას დადებითად აფასებს. შეკითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? გამოკითხულთა 43% მხარს უჭერს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს. ქართული ოცნება 24%-მა აირჩია, ქრისტიან-დემოკრატები კი 7%-მა. გამოკითხულთა 5%-მა არც ერთ პარტიას არ დაუჭირა მხარი, 19%-ს კი პასუხი არ აქვს. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, აქ შედეგები ასეთია. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი 37%, ბიძინა ივანიშვილი კი 24%. საერთაშორისო რესპუბლიკური კვლევა სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებასაც ასახავს. ყველაზე დიდი ნდობით გამოკითხულთა შორის ქართული არმია სარგებლობს. შემდეგ კი მოდის პოლიცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობა და საქართველოს პარლამენტი. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევაზე შეფასებები გაკეთდა პოლიტიკოსების მხრიდან, რის შესახებაც ახლა თამარ ბაღაშვილი ისაუბრებს. აირაის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებიდან პარტიებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ პოლიტიკური რეიტინგებია, რომლის მიხედვითაც შეკითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს, პასუხები ასე გადანაწილდა: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 43%, ქართული ოცნება 24% და ქრისტიან-დემოკრატები 7%. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაზე, რომელიც ჩაატარა მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა სოციოლოგიურმა კომპანია გელაპმა და დააფინანსა შეერთებულმა შტატებმა, ტრადიციულად ამ კვლევებს უნდობლობას უცხადებენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, ისევე როგორც NDI-ის კვლევებს, თუმცა დღეს ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელებმა აირაის კვლევებზე კომენტარის გაკეთება საერთოდ არ ისურვეს. ეს არის ძალიან საინტერესო თემა. მე გირჩევდით, რომ ეს თემა გადაგვედო ორშაბათისთვის, ჩვეულებრივ ტრადიციულ ბრიფინგზე. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მათი შეფასებით ერთ-ერთი ყველაზე სანდო კვლევა და ყველაზე სანდო კომპანია, რომლის მონაცემებსაც შეიძლება დაეყრდნოთ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, არის სწორედ NDI-ის და აირაის კვლევები, ვინაიდან აქ არის მთავარი დამფინანსებელი და ეს დამფინანსებელი არის ამერიკის შეერთებული შტატები. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ კვლევების მიხედვით ამ ეტაპზე ახალ პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს სამ პოლიტიკურ ძალას, ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ქართული ოცნება და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა. თუმცა პოლიტიკური პარტიები ამბობენ იმასაც, რომ ის მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა დიდ ნაწილს ჯერ გადაწყვეტილება საბოლოოდ არ აქვს მიღებული, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭიროს მხარი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ეს მათ გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს. ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველი, რამდენადაც მთლიანობაში რესურსი ამ კვლევების მიხედვით ქრისტიან-დემოკრატიული მხარდაჭერისა 25%-ს ცდება. ანუ მეორე არჩევანი 18% არის. ამას გარდა არსებობს კიდევ 25-30% ეგრეთ წოდებული გადაუწყვეტელი ამომრჩევლისა, რომლის დანარჩენმა ნაწილმაც ამ პოლარიზების პირობებში უკვე დიდი ხანია თავის პოზიციები გამოკვეთა. ხო? ანუ ეს ის ხალხია, რომელსაც არც ერთი მოწონს, არც მეორე და მიაჩნია, რომ ქვეყანაში პარლამენტში უნდა იყოს ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც მნიშვნელოვან გამაწონასწორებელ ფუნქციას შეასრულებს ქვეყნის პოლიტიკაში. ეს არის ობიექტური კვლევა და ჩვენ გვეხმარება, რომ ჩვენი საქმიანობა უფრო უკეთ დავგეგმოთ, პარტიებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, კონკრეტულად ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას ამ კვლევებით ჩვენაც ვნახეთ აქვს პროგრესი, თუნდაც ლიდერების და პარტიის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ჩვენ გვაქვს საკმაო დრო იმისთვის, რომ კიდევ უფრო მოუმატოთ მუშაობას, უფრო ახლოს მივიდეთ ჩვენ სამომრჩეველთან, ასე რომ მე ვფიქრობ, ეს კვლევები საერთოდ კარგი არის და რაც უფრო ხშირად იქნება, მით უკეთესი. აირაის კვლევებთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა ცოტა ხნის წინ მართლ პარტიაშიც. ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ეს რეიტინგები კიდევ ერთხელ არის იმის მაჩვენებელი, რომ მართლ პარტიას მოსახლეობის ინტერესები და მათი სურვილები ადეკვატურად ესმის. გვაქვს მონაცემები, რომლის მიხედვითაც დაახლოებით ორჯერ უსწრებთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას, მაგრამ ეს არ არის იმდენად მნიშვნელოვანი. ჩვენთვის მთავარი არის, რომ ჩვენი პრიორიტეტები ზუსტად ემთხვევა იმ გამოწვევებს და იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც ქართველი ხალხი დგას და რომელსაც ისინი ასახელებენ როგორც მათ მთავარ საკითხებს და მათ მთავარ პრიორიტეტებს. ეს პოზიცია ჩვენი საზოგადოების მიერ გამოხატული, ჩვენთვის განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქედან გამომდინარე ჩვენ ვაგებთ უკვე ჩვენ სამომავლო მოქმედების გეგმას და მაშინ, როდესაც შენი პროგრამა, შენი სამოქმედო გეგმა პოლიტიკური პარტიის ზუსტად პასუხობს ხალხის წინაშე მდგომ გამოწვევებს, სწორედ მაშინ ხარ პოლიტიკურად ძლიერი და მაშინ გაქვს საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობა. აირაის კვლევაში პოლიტიკური რეიტინგების გარდა ასევე ნაჩვენებია მოსახლეობის დამოკიდებულება სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ, მაგალითად მოსახლეობის დიდი ნაწილი, უბრალოდ გამოკითხულთა 54% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, რაც შეეხება მთავარ საკითხებს. ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები გამოკითხული ადამიანებისთვის არის უმუშევრობა, ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკური და სოციალური საკითხები, ასევე გამოკითხვაში არის შეკითხვა პროტესტის ფორმებთან დაკავშირებით და გამოკითხულთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ კი არის საჭირო პროტესტის გამოხატვა, ეს უკეთესი იქნება, თუ კი გამოიხატება ხელმოწერებით, პეტიციებით, საგანგებო წერილებით და ასე შემდეგ. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აირაემ კვლევა ჩაატარა ივლისის თვეში, სულ საქართველოს მასშტაბით გამოკითხულია 1500 ადამიანი და ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ეს კვლევა ჩატარებულია მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებების განხორციელებამდე მთავრობაში, ანუ მანამდე, ვიდრე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გახდებოდა.